საერთო სატკივარი, საერთო საზრუნავი, საერთო გადასაწყვეტი, საერთო საზოგადოებრივი აზრი, სოციუმის ყველაზე პრობლემური თემები, დღევანდელობის ყველაზე აქტუალური საკითხები, სოცდისკუსია, თამარ თარგამაძესთან ერთად. რადიო იმედზე. მოგესალმებით, დღეს სამშაბათია და ტრადიციულად ეთერშია გადაცემა სოცდისკუსია. დღევანდელი ჩვენი გადაცემის თემა კი C ჰეპატიტია. სოცდისკუსია, თამარ თარგამაძესთან ერთად. საქართველოში C ჰეპატიტი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადება, არ არსებობს ერთიანი მონაცემთა ბაზა და ზუსტი სტატისტიკა, თუმცა 2008 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით C ჰეპატიტით საქართველოში 200,000-ზე მეტი ადამიანია დაავადებული. მიუხედავად დაავადებულთა დიდი ოდენობისა, სახელმწიფო C ჰეპატიტის არც დიაგნოსტიკას და არც მკურნალობას არ აფინანსებს. C ჰეპატიტით დაავადებულები უსახსრობის გამო ან საერთოდ ვერ მკურნალობენ, ან იძულებული არიან წამლებისთვის სახკარი გაყიდონ. მკურნალობის მაღალი ფასის გამო C ჰეპატიტის დიაგნოსტირებისა და მკურნალობის ხარჯების დაფარვაში არ მონაწილეობენ სადაზღვევო კომპანიებიც. დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარია პაატა საბელაშვილი, ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის პროგრამების მენეჯერი, ასევე სატელეფონო ჩართვა გვექნება ჯანდაცვის სამინისტროსთან. ბატონო პაატა, მოგესალმებით. პირველ რიგში დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის და მოდით დავიწყოთ დისკუსია თემაზე, რომელიც საზოგადოებისთვის უდიდესი ნაწილისთვის დიდ პრობლემას წარმოადგენს. დღეს საქართველოში მკურნალობა დაახლოებით რა ჯდება და სხვა ქვეყნების ფონზე თქვათ რამდენად დიდი განსხვავებაა? მოგესალმებით, მივესალმებით მსმენელს და დიდი მადლობა თქვენ მოწვევისთვის. საქართველოში საცალო ბაზარზე მეკითხებით ალბათ, მკურნალობა დაახლოებით ჯდება თვეში 2,000 ლარი. ანუ თუ გვაქვს ერთწლიანი კურსი, პირველი მეოთხე გენოტიპის შემთხვევაში მკურნალობა გამოდის 24,000 ლარი, ხოლო მეორე მესამე გენოტიპის შემთხვევაში მკურნალობის ფასი გამოდის დაახლოებით 12,000 ლარი. თქვენი აზრით რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ სახელმწიფო ჩაერთოს C ჰეპატიტის პროგრამის დაფინანსებაში? სახელმწიფოს ჩვენ და სამწუხაროდ აქამდე არ გადაუდგავს არანაირი ქმედითი ნაბიჯი. და რა თქმა უნდა ეს იწვევს იმას, რომ ძალიან ბევრ ადამიანს არ აქვს ხელმისაწვდომობა C ჰეპატიტის მკურნალობისთვის და დიაგნოსტირებისთვისაც, იმიტომ რომ დიაგნოსტირება მოგეხსენებათ 1,500 ლარზე მეტი ჯდება. თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველოში ცხოვრობს 200,000 ადამიანი, რომელიც ინფიცირებულია C ჰეპატიტის ვირუსით და გავითვალისწინებთ იმასაც, რომ უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში რაც მკურნალობა ფიზიკურად ხელმისაწვდომია, იგულისხმება ორმაგი მკურნალობა, ფეგილირებული ინტერფერონით და რიბავირინით, აი ამ 10 წლის განმავლობაში საქართველოში გავლილი აქვს მკურნალობა მხოლოდ 2,000 ადამიანს, 2,000-ზე ოდნავ მეტ ადამიანს, რაც წარმოადგენს ინფიცირებულთა საერთო რიცხვიდან მხოლოდ 1%. და აი ამ ინფექციის აფეთქება, ეგრეთ წოდებული აფეთქება მოხდა 90-იან წლებში, როდესაც არ არსებობდა უსაფრთხო სისხლის პროგრამა და ძალიან ბევრი ჩვენი თანამოქალაქე სწორედ მაშინ დაინფიცირდა და დღეს გასული არის 10-15 წელიწადი, ეს ის ვადაა, რომელიც ჩვენ ამ ვირუსმა მოგცვა, რომ გვებრძოლა მასთან. დღეს უკვე ეს ვირუსი იწვევს გართულებებს და ძალიან ბევრი ადამიანი, მათ შორის ჩვენი მეგობრები, თანამებრძოლები ყოველდღიურად უკვე იღუპებიან აი ამ დაავადებით. ამ შემთხვევაში იმის თქმა, რომ სახელმწიფოს არ აქვს სახსრები, არის ელემენტარული უპასუხისმგებლობა. ეს ნიშნავს, რომ მაშინ სხვა ნებისმიერ მკურნალობაზე უარი უნდა უთხრათ ჩვენ თანამოქალაქეებს და დავკარგოთ ისინი. ეხლა დაახლოებით რა თანხა უნდა გამოყოს ჯანდაცვის სამინისტროს თქვენ ორგანიზაციას, მე როგორც ვიცი, ეს დათვლილი აქვს. კი, ჩვენ შევიმუშავეთ ეროვნული პროგრამის კონცეფცია. მნიშვნელოვანია ამის ხაზგასმა, რომ უნდა იყოს ეროვნული პროგრამა სწორედაც და აი ამ კონცეფციის ფარგლებში ჩვენ რაც დავითვალეთ, ეს არის 10-დან 15 მილიონამდე ლარი, რომ დავიწყოთ 1000 ადამიანის მკურნალობა ერთ წელიწადში. 1000 შეიძლება იყოს არასაკმარისი რიცხვი, თუმცა ადამიანები რომელთა სიცოცხლე ჩვენ შეგვიძლია გადავარჩინოთ აი ამ 1000 ადამიანის, ეს ნამდვილად დიდი წინგადადგმული ნაბიჯი იქნებოდა სახელმწიფოსთვის და ის თანხა 10-15 მილიონი ლარი არ არის იმხელა თანხა, რომელიც საქართველოს არ შეუძლია გაიღოს თავისი 1000 მოქალაქის სიცოცხლის გადასარჩენა. IWIPR-ის ორგანიზებით ამ თემაზე დაახლოებით 1 კვირის წინ გაიმართა მრგვალი მაგი და გთავაზობთ ჩემი კოლეგი ზაზა ჭითანავას მიერ მომზადებულ სიუჟეტს.
ღვიძლის ვირუსული დაავადებით C ჰეპატიტით დღეისთვის სოფლიოში 200 მილიონამდე ადამიანია ინფიცირებული. ამ დაავადების მაღალი პროცენტული მაჩვენებლის მქონე ქვეყნების რიცხვს საქართველოს შეიძლება მიეკუთვნოს. ოფიციალური მონაცემებით ჩვენთან დაავადების გავრცელების გამოვლენილი შემთხვევები 2005 წელს ჩატარებული კვლევის შედეგად 7%-ია. როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, ეს აისბერგის მხოლოდ ხილული მხარეა. რეალურად კი დაავადებულთა რიცხვი 7%, ანუ 200,000-ს ბევრად აღემატება. როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფექციურ დაავადებათა დეპარტამენტის სპეციალისტი სოფო გურამიშვილი აცხადებს, ოფიციალური მონაცემებით ქვეყნის მასშტაბით მარტო 2012 წელს მწვავე და ქრონიკული C ჰეპატიტის 1857 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. თავად დაავადების შედეგიანი მკურნალობა ვირუსის გენოტიპზეა დამოკიდებული. ყველაზე რთულია ერთი B გენოტიპი, მისი მკურნალობის შემდეგ 2-დან 1 შემთხვევაში რეციდივები იჩენს თავს. დანარჩენი გენოტიპებისგან განკურნების შანსი კი 85%-ია. ზოგადად ამ დაავადების მკურნალობა ძვირია. მაგალითად, პეგილირებული ინტერფერონის 1 ამპულა, რაც ვირუსით დაავადებულმა კვირაში ერთხელ უნდა გაიკეთოს 500 ლარამდე ღირს. პაციენტის მკურნალობის მინიმალური კურსი კი 6 თვიანია. ანუ მკურნალობის მოკლევადიან პერიოდშიც კი მხოლოდ ამპულებისთვის ვირუსით დაავადებულს 12,000 ლარამდე ესაჭიროება. C ჰეპატიტზე მკურნალობის ხარჯებს დაზღვევა არ ანაზღაურებს. შესაბამისად, რიგითი მოქალაქეებისთვის დაავადებისგან განკურნების ფინანსურად უზრუნველყოფა ხშირ შემთხვევაში შეუძლებელიცაა. მათი უმრავლესობა დახმარებასა და თანადგომას სახელმწიფოსგან ელის, თუმცა ჯერჯერობით ამ პრობლემის გადაჭრაში სამოქალაქო სექტორი უფრო აქტიურია. ვირუსით ინფიცირებულ მოქალაქეთა პირველ ეტაპზე თუნდაც ნაწილის დახმარების მიზნით ზიანის შემცირების საქართველოს ქსელმა პარტნიორებთან ერთად C ჰეპატიტზე მკურნალობის ეროვნული პროგრამის კონცეფცია შეიმუშავა. მასში წელიწადში 100 ადამიანის მკურნალობის ხარჯებია დათვლილი. ჯანდაცვის სამინისტრო იქნებოდა ეს საჯელახსრობის სამინისტრო თუ პარლამენტარები ყოველს მივაწოდეთ ეს კონცეფცია. ამ კონცეფციაში დათვლილი გვაქვს ის ფასები, რომლითაც შესაძლებელი გახდა ფასდაკლებული ფასების მიცემა სხვადასხვა ტენდერებში და შეტანილი გვაქვს გაბერილი და გაზრდილი ფასები დიაგნოსტირებაზე. 1500 ლარია და 1600 ლარს რო ვამბობთ, ჩვენ გავედით 15 მილიონ ლარზე. 10 მილიონ ლარამდე ჩამოყანა რისიც ეხლავე შეიძლება. თუ ეცდებით, რომ სამინისტრო საქმის კურსში ჩავაყენოთ, სხვა გზა არ გვაქვს. აცხადებს ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის პროგრამების მენეჯერი პაატა საბელაშვილი. ახალი ხელისუფლების მხრიდან ვირუსის მკურნალობის მხრივ გარკვეულ პასიურობას სასჯელახსრულების პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე ასე განმარტავს. ჯანდაცვის სამინისტროს აქვს სერიოზული გამოწვევები და იმ ფონზე, როდესაც მან ბიუჯეტი გაზარდა ამ პრიორიტეტებში, თქვა ფინანსურ პრიორიტეტებში, C ჰეპატიტის მკურნალობის ინიცირება ჯერჯერობით არ შედის და რა გეგმა გვაქვს ჩვენ? ვინაიდან დღეს სამართლებრივად უფლებადაცვის კუთხით და მენეჯმენტის თვალსაზრისით ადვილი ამ პროგრამის ინიცირება საჯელახსრულების სისტემაში ვიდრე გარეთ და თუ ამას მოყვა ის რეაქციები, რაზეც საუბრობენ ექსპერტები, მაშინ გზაობა ჯანდაცვის სამინისტროს გაცილებით მაღალი იქნება შემდეგ 2-3 წლის განმავლობაში, რომ მანას დაიწყოს გარკვეული მუშაობა ხელმისაწვდომობის გაზდაზე. არჩილ თალაკვაძის ვეთქმით, მაღალ კვალიფიციური სპეციალისტების მიერ შედგენილ საპატიმროებში C ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამულ დოკუმენტს საზრდოხსრულების სამინისტრო მაის-ივნისში წარმოადგენს. მიუხედავად C ჰეპატიტის ვირუსის მხრივ ქვეყანაში არსებული რთული ვითარებისა, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი სოფო გურამიშვილი გარკვეულ ოპტიმიზმს გამოხატავს. განსაკუთრებული ათწლეულის განმავლობაში სახესებო C ჰეპატიტის დაავადების შემცირება რაღაცნაირად დადებითი პროგნოზი შეიძლება გაკეთდეს, რომ 10-15 წლის შემდგომ აი ამ სურათის მიხედვით შეიძლება ქრონიკული C ჰეპატიტის ავადობის ტენდენცია გარკვეულწილად შემცირებისკენ წავიდეს, თუმცა ეს არ იძლევა მოდუნების უფლებას. ეხლა ბოლო რესპონდენტი საუბრობდა და შესაძლებელია კლებისკენ წავიდეს ინფიცირებულთა რაოდენობა. ეთანხმების თუ არა ამ შეფასებას თქვენ? იცით, ვერანაირად ვერ დავეთანხმები, ვინაიდან ქვეყანაში არ ტარდება პრინციპულად მასობრივი პრევენციული ღონისძიებები. თუ კი გლობალური ფონდი მაგალითისთვის აფინანსებს შიდსის პრევენციას, C ჰეპატიტის პრევენცია არ ფინანსდება არც სახელმწიფოს მიერ, არც სხვა დონორის მიერ. C ჰეპატიტის პრევენციის ყველაზე ეფექტურ მეთოდად ითვლება მკურნალობა. ვინაიდან თუ კი ჩვენ განკურნავთ ადამიანში ვირუსს, ის მისი გამავრცელებელი ვეღარ იქნება. სწორედ ამ მიდგომით იხელმძღვანელა ეგვიპტის სახელმწიფომ, როდესაც შეიმუშავა მკურნალობის ეროვნული პროგრამა. როდესაც ჩვენ საუბრობთ ხოლმე დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებში საბაზისო პაკეტებში C ჰეპატიტის მკურნალობის დაფარვაზე, ოპონენტები გვეუბნებიან, რომ საქართველოს არ არის
დასავლეთ ევროპული ან ჩრდილო ამერიკული განვითარების დონის მქონე ქვეყანა. თუმცა ჩვენ უპირისპირებთ სხვა არგუმენტს, რომ ეგვიპტეც არ არის ამ დონეზე განვითარებული, შესაბამისად ეგვიპტემ მოახერხა მაინც და გამონახა ეს სახსრები იმისათვის, რომ მოეხდინა აი ამ ინფექციის გავრცელების შეჩერება. ეგვიპტეში ყოველი მეხუთე მოქალაქე აღმოჩნდა, რომ იყო დაინფიცირებული, თანაც აგრეთვე რთული გენოტიპით, მეოთხე გენოტიპით და მათ მკურნალობის 7 წლიანი პროგრამის შედეგად მოახერხეს ამ ციფრის ჩამოწევა ძალიან ქვემოთ. სწორედ მკურნალობა არის ეფექტური მეთოდი პრევენციისა. რატო არ აფინანსებს ჯანდაცვის სამინისტრო C-ჰეპატიტის პროგრამას? ამას ჩვენ რეკლამის შემდეგ გავიგებთ. ჩვენ პირდაპირ ხაზზე ჩაგვერთება ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი. სოც დისკუსია თამარ თარგამაძესთან ერთად. ჩვენ ყლაბუნდებით პირდაპირ ეთერში ვსაუბრობთ C-ჰეპატიტზე. ჩვენ ახლა პირდაპირ ეთერში შეგვიძლია ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის პოზიცია მოვისმინოთ ამ თემასთან დაკავშირებით. პირდაპირ ეთერშია საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და პროგრამების სამმართველოს უფროსი ლელა სერებრიკოვა. ქალბატონ ლელა, მოგესალმებით. მოგესალმებით. დიდი მადლობა პირველ რიგში, რომ დაგვთანხმდით გადაცემაში მონაწილეობაზე და პირველი შეკითხვა ასეთი მექნება: რატომ არ ხდება დღეს სამინისტროს მხრიდან C-ჰეპატიტის პროგრამის დაფინანსება იმ ფონდზე, როდესაც სამინისტროს დაფინანსება ახალი მთავრობის პირობებში საგრძნობლად გაიზარდა? პირველ რიგში დიდი მადლობა, რომ საზოგადოებისთვის ესეთი საინტერესო და აქტუალური საკითხით დაინტერესდით. როგორც მოგეხსენებათ, 2013 წელს საქართველოს მთავრობის მიერ ჯანდაცვაზე გამოყოფილი ბიუჯეტი თითქმის გაორმაგდა, ხოლო 28 თებერვლიდან ძალაში შევიდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა. არსებული გაორმაგებული რესურსების საფუძველზე ჯანდაცვის სამინისტრომ მოახერხა იმის ინიციირება, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის ყველასთვის გახდა ხელმისაწვდომი, ანუ ამ ეტაპზე დაუზღაველი მოსახლეობისთვის, ხოლო დაზღვეული მოსახლეობისთვის ეს სერვისები დაზღვევით არის მოცული. სიცოცხლისთვის აუცილებელი გადაუდებელი სამედიცინო მკურნალობა. თქვენ კონკრეტულ შეკითხვას რაც შეეხება C-ჰეპატიტის მკურნალობასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა ჯანდაცვის სამინისტრო საქმის კურსშია, რომ ეს ძალიან აქტუალური პრობლემაა. ჩვენი ბევრი მოქალაქე დაავადებულია ამ დაავადებით და რაც თავარია დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. საუბარია ქალბატონ ლელა დაახლოებით 200,000 ადამიანზე და დაახლოებით 15 მილიონი ლარია საჭირო, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ გამოყონ. აი ეს ეროვნული კონცეფცია მომზადებულია ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის მიერ. დიახ. ჩვენ რა თქმა უნდა ვიცნობთ ამ კვლევას, ეს ბიუჯეტი რაც თქვენ დაასახელეთ არის საკმარისი 1000 ადამიანის მკურნალობაზე და არა რა თქმა უნდა ყველა პროგნოზულად ინფიცირებული პირის მკურნალობაზე. ხარჯები რაც საჭირო იქნება თქვა C-ჰეპატიტის უნივერსალური ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად ქვეყანაში მრავალჯერადად აღემატება ჯანდაცვის თუნდაც უკვე გაორმაგებულ ბიუჯეტს. შესაბამისად ამ ეტაპზე მიდის აქტიური მუშაობა მიმართულებით, რომ დაიგეგმოს გარკვეული ღონისძიებები, რათა უზრუნველყოფილი იყოს ეს ხელმისაწვდომობა. უბრალოდ აქვე მინდა აღვნიშნო, რომ სახელმწიფოს მხრიდან ფინანსდება რიგი ღონისძიებები, განსაკუთრებით ორიენტირებული პრევენციაზე და გადადების რისკის შემცირებაზე. იგივე თუნდაც ზიანის შემცირების ქსელის მიერ მომზადებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ გავრცელების ერთ-ერთი მიზეზი დაკავშირებული იყო ასევე უსაფრთხო სისხლის პროგრამის ფუნქციონირებასთან და ფუნქციონირებასთან. უნდა მოგახსენოთ, რომ ამ მიმართულებით გაძლიერებულია სახელმწიფოს ჩართულობა, უსაფრთხო სისხლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ხდება დონორული სისხლის გამოკვლევა და ასევე უზრუნველყოფილია ხარისხის გარეკონტროლი. ასევე უნივერსალურად ხელმისაწვდომია ორსულებში ჰეპატიტზე სკრინინგული გამოკვლევა, რათა თავიდან იყოს აცილებული იგივე დედიდან ბავშვზე ამ ინფექციის გადაცემა. ანუ აქცენტი კეთდება ხარჯ-დეფექტურ და პრევენციულ ღონისძიებებზე. თუმცა ეს რა თქმა უნდა არ ნიშნავს, რომ მკურნალობა მეც ასევე მნიშვნელოვანია და განუყოფელი კომპონენტია ინფექციის გავრცელების შემცირებისთვის სახელმწიფოს მიერ რაღაც მხრივ დავიწყებულია. ამ მიმართულებით პროგრამების ფარგლებში ფინანსდება გამწვავებული ფაზის მკურნალობა, თუმცა სწორედ იმის გათვალისწინებით, რომ ძალიან ძირადღირებულია სპეციფიური მედიკამენტები, ეს სერვისი ფინანსდება სპეციფიური მედიკამენტების გარეშე. ქალბატონ ლელა, ჯანდაცვის სამინისტრო თუ შეხვდა იმ კომპანიებს, რომელსაც შემოაქვს სადისტრიბუტორო კომპანიებს, რომელსაც შემოაქვს C-ჰეპატიტის მკურნალობისთვის ეს მედიკამენტები, იქნებ რამენერად კოორდინირება მოხდეს და ვთქვათ
ფასების დაწევა ან საქართველოს ბაზარზე მოუახლოვდეს იმ ფასებს, რომ თუ სახელმწიფო ვერ მოახერხებს ან დაზღვევის პროგრამაში შევიდეს რაღაც რაიმე ფორმით თუ გეგმავს ჯანდაცვის სამინისტრო რომ კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთოს ამ პრობლემის მოგვარებაში. როგორც მოგახსენეთ, ან ბაზარზე არსებული ფასების მიხედვით თუ იმსჯელებთ, რეალურად ჰეპატიტის მკურნალობის უზრუნველყოფა სახელმწიფოს მხრიდან პრინციპში წარმოგდგენელი ამოცანა გამოდის, იმიტომ რომ არსებობს კიდევ უამრავი სხვა საჭიროება, რომლებზეც უბრალოდ ელემენტარულად ბიუჯეტი არ ყოფნის. ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობის ძირითადი მიმართულება არის სწორედ ის, რომ გაიაფდეს და დაიწიოს ფასი ამ მკურნალობის და შესაბამისად ბიუჯეტის დისპირობებში ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, რომ კიდევ ხელი შეუწყოთ მოქალაქეებს ხელმისაწვდომობაზე, ვისაც მიუხედავად გაიაფებული და უფრო ხელმისაწვდომი მკურნალობისა, მაინც არ შეუძლიათ ამ ხარჯების დაფინანსება. საჯარო ახსულების მინისტრის მოადგილის განცხადებით, საჯარო ახსულების სისტემაში ზაფხულის დასაწყისისთვის უკვე იქნება პროგრამა, რითიც მოხდება ინფიცირებული მსჯავრდებულების მკურნალობა. ასევე არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მათ კომუნიკაცია აქვთ ჯანდაცვის სამინისტროსთან და მისი განცხადებით, შესაძლებელია ჯანდაცვის სამინისტრო დააკვირდეს, თუ როგორ იმუშავებს ეს პროგრამა საჯარო ახსულების დაწესებულებაში და ამის შემდეგ მოხდეს, თქვათ, სამოქალაქო ჯანდაცვაში გადმოტანა ამ პროგრამის. რეალურია თუ არა ეს? ეს მართლაც ესეა, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები მონაწილეობენ ამ პროგრამის შემუშავების გარშემო შექმნილია სპეციალური სამუშაო ჯგუფი. ჩვენ აქტიურად მონაწილეობთ ამ ჯგუფის ფორმატში, რომელსაც ჩვენი ცოდნა გამოცდილება მაქსიმალურად იყოს გაზიარებული და რა თქმა უნდა ჩვენც დიდი ინტერესით ვუყურებთ, თქვათ რა შედეგებს გამოიღებს თვითონ ამ პროგრამის განხორციელება საჯარო ახსულების სისტემაში და ბუნებრივია, რომ ეს გამოცდილება გაზიარებული იქნება. დიდი მადლობა პირდაპირ ეთერში საუბრობდა საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და პროგრამების სამმართველოს უფროსი ლელა სერებრიკოვა. ქალბატონელა, დიდი მადლობა კიდევ ერთხელ რომ მონაწილეობდით გადაცემაში. ბატონ პაატა, როგორ შეაფასებდით ჯანდაცვის სამინისტროს პოზიციას? პრინციპში ახალი არაფერი არ მოგვისმენია და გავიგეთ ისევ აი ეს ზოგადი ფრაზები, რომ ბევრს მუშაობს სამინისტრო. ჩვენ რა თქმა უნდა არ მივეკუთვნებით მარგინალ ადამიანთა და აქტივისტთა ჯგუფს, რომელიც მუდმივად კრიტიკაზე არის ორიენტირებული. ჩვენ პირიქით, მაგალითად საჯარო ახსულების სამინისტროს ყველანაირად უდგავართ გვერდში და ვეხმარებით, რითიც შეგვიძლია იმისთვის, რომ ეს პროდუქტიული თანამშრომლობა შედგეს. ამავდროულად ჩვენ სახეზე გვაქვს ის სიტუაცია, როდესაც ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები არ მოდიან პრინციპულად არც ერთ შეხვედრაზე, სადაც თემის, ინფიცირებულთა თემის წარმომადგენლები აქ არ არის საუბარი მხოლოდ NGO სექტორზე, ინფიცირებულთა თემის წარმომადგენლებს სურთ მათი ნახვა და მოსმენა აი ამ ყველაფრის პირდაპირ. ეს არის ძალიან სამწუხარო და სწორედ ეს იწვევს ჩვენ აი ამ კრიტიკულობას მათ მიმართ. რაც შეეხება კარგია ინფორმირებული ყოფილან ამ 1000 ადამიანზე გათვლილი პროგრამის შესახებ, მათ თქვეს, რომ არ აქვთ ამხელა ბიუჯეტი, მაგრამ ნიშნავს კი ეს იმას, რომ არ შეიძლება 1000 ადამიანს დაეხმარო პირველ ეტაპზე, სანამ საქართველო გახდება შვეიცარია და ყველას მკურნალობა გახდება შესაძლებელი. რა უთხრათ იმ ადამიანებს, რომელიც ვერ დაელოდება ამ ბიუჯეტის გაზრდას, რა უთხრათ იმ ადამიანებს, რომელიც უსაფრთხო სისხლის პროგრამამდე დაინფიცირდნენ სწორედ სახელმწიფოს უნიათობის გამო, რას ვეუბნებით 200,000 ამომრჩეველს. აი ეს კითხვა გვრჩება ჩვენ ჯანდაცვის სამინისტროს მიმართ. როდესაც საუბარია უსაფრთხო სისხლის პროგრამაზე დიდი ბოდიში და ჩვენ ამის გამო მადლობას ვერ ვიტყვით, იმიტომ რომ უსაფრთხო სისხლის პროგრამა არ ეხება მხოლოდ C ჰეპატიტის გავრცელების შეჩერებას. აქ ყველა სისხლით გადამცემი ინფექციის, ასე ვთქვათ, გამოხშირვა ხდება და ვერ ვიტყვით, რომ სახელმწიფო C ჰეპატიტზე რამეს კონკრეტულად ამ პროგრამაში ხარჯავს. ასევე რაც შეეხება ორსულებს, ხო, ამ შემთხვევაში რამდენად გამართლებულია აი ეს სკრინინგი, ესეც სადაო საკითხია, იმიტომ რომ თანამედროვე კვლევებით დგინდება, რომ არ არის უსაფრთხო. ანუ მშობიარობის პერიოდში, ხო, არ აქვს დიდი მნიშვნელობა საკეის, რომ კვეთით მოხდება მშობიარობა თუ ფიზიოლოგიურად აი ამ ინფექციის ბავშვზე გადაცემის მხრივ. ანუ ესეც საკითხავია, რამდენად საჭიროა ორსულებში ამის სკრინინგი, მეტადრე რომ ორსულებისთვის და 3 წლამდე ბავშვებისთვის პეგილირებული ინტერფერონით მკურნალობა უკუნაჩვენებია. აქედან გამომდინარე, კარგი იქნებოდა თუ ჯანდაცვის სამინისტრო შეხვდებოდა და გველაპარაკებოდა, მოისმენდა
იმ ინფორმაციას, რომელიც არსებობს სფეროში. თქვენ მზად ხართ მათთან თანამშრომლობისთვის? ჩვენ მზად ვართ მათთან თანამშრომლობისთვის, თუმცა ჩვენი ცალმხრივი სურვილი თანამშრომლობისთვის საკმარისი, რა თქმა უნდა, არ არის. ჩვენ ასევე შევდივართ ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოსთან, რომელიც ის პრობლემებს აგვარებს ქვეყანაში არსებულ სამუშაო ჯგუფში, რომელიც C-ჰეპატიტზე მუშაობს. ერთხელ იყო მათი წარმომადგენელი მოსული და ამ პროგრამის შესახებ მოისმინა და მას შემდეგ კონტაქტი არ ქონია. და აგერ თქვენ ღია ეთერში, თქვენი მსმენელის თვალწინ პირდაპირ მივმართავ ჯანდაცვის სამინისტროს თხოვნით, რომ შეგხვდნენ. იმედია ჯანდაცვის სამინისტრო ამ თხოვნას ძალიან მალე გამოეხმაურება. ასეთი იყო დღევანდელი სოცდისკუსია. მე მომავალ სამშაბათამდე გემშვიდობებით. საერთო სატკივარი, საერთო საზრუნავი, საერთო გადასაწყვეტი, საერთო საზოგადოებრივი აზრი, სოციუმის ყველაზე პრობლემური თემები, დღევანდელობის ყველაზე აქტუალური საკითხები, სოცდისკუსია თამარ თარგამაძესთან ერთად.